შეარჩიეთო. И Лука с Дарикой кидали монетку. და ლუკა და რიკო ესა მონეტას აგდებდნენო. И Лука выиграл и получил возможность выбирать. რადგან ლუკა მოიგო და მიიღო შესაძლებლობა რომ აარჩიოსო. И он выбрал тот день, вторник, когда Дарика могла прийти. მან აირჩია ის დღეო, რომელზეც დარიკო შეეძლო მოსვლაო. И вначале я подумал, что он такой настоящий джентльмен великодушный. დასაწყისში მე ვიფიქრე რომ ის ნამდვილი ჯენტლმენია ესეთი სუმაღალია. Потом я понял, в чем дело было. და შემდეგ მე ვიხდი თუ რაში იყო საქმეო. Потому что тот, кто приходит, его обычно просят готовить для меня. ინდა ის ვინც მოდის, როგორც წესი მას თხოვენო ჩემთვის მომამზადოსო. Но карма его настигла. მაგრამ კარმა მაინც ისო მიაღწიო მას, ანუ Пришлось переносить занятия на четверг. და მოგვიწიო ეს ყოფილი გაატანაო ხუთშაბათსეო. Это тонкие законы кармы ეს არის и ნატიფი психологии. კანონები კარმის და ფსიქოლოგია. Окей. Сегодня мы закончим в целом говорить о культуре. დღეს ჩვენ საერთო ჯამში დავასრულებთ საუბარს კულტურასთან დაკავშირებით. И в частности, мы обсудим, каково место культуры искон среди всех остальных культур. და ჩვენ საერთოდ განვიხილავთ თუ როგორია ისკონის კულტურა და საერთოდ ზოგადად. Но поскольку я говорил, может быть, не очень четко и не очень, так скажем, организованно в прошлые разы, я какие-то основные вещи повторю сейчас. და იქ გამოდინა რომ მე წინა ჯერზე არც თუ ისე კონკრეტულად დაკვევით საუბრობდი და არც თუ ისე ორგანიზებულად ზოგიერთ რამეს მე დღეს გავიმეორებ. Итак, мы дали определение культуры, но в общем оно из словаря. და ჩვენ ასე თუ ისე მივეცით განსაზღვრება კულტურას, რომელიც ლექსიკონიდან არის. Культура — это система ценностей, каких-то верований. კულტურა არის ფასეულობების სისტემა, რაიმე რწმენის, обычаев, норм поведения в разных ситуациях. ადათ-წესების და სიტუაციაში მოქცევის წესები. Способов отношений, взаимодействия между людьми. ადამიანებს შორის ურთიერთობის და ურთიერთქმედების მეთოდოლოგია. А также то, как способы мышления и восприятия жизни. და ასევე ცხოვრების აღქმის და ცხოვრებაში, კონკრეტული ცხოვრების მეთოდი. Это все, что составляет культуру. და ეს არის ყველაფერი ის, რაც შეადგენს კულტურას. То есть это очень широкое понятие. ეს ძალიან ფართო გაგებით არის ეს. То есть культура — это не то, что относится к посещению музея или театра. ანუ კულტურა არ არის ეს ის, რაც შეეხება სხვაზე თეატრის მონახულებას ან მუზეუმის. Это как бы широкий фон нашей жизни, широкий фон, в котором наша жизнь протекает. ეს არის ესე თქვა გარკვეული განიერი ფონი ჩვენი ცხოვრებისა, რომელიც მიედინება. Вот. Культура отличается по преобладающему влиянию гун, в котором находится. კულტურა განსხვავდება იმ გუნების, ასე თქვა და ის გუნა, რომელიც უფრო არბობს, იმის მიხედვით განსხვავდება კულტურები. Мы об этом достаточно подробно говорили, приводили признаки культур в разных гунах. ჩვენ ამის შესახებ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ და მოყვავდა კულტურაში სხვადასხვა გუნების მაგალითები. И особенно нас заинтересовала культура в гуне благости, да? და ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესა კულტურამ, რომელიც სათნოების გუნაშია.
И высшим проявлением такой культуры как раз является ведическая культура. და უმაღლესი გამოვლენა ესეთი კულტურის სწორედ არის ვედური კულტურა. Потому что она основана на ведах, на непосредственных указаниях Господа и святых. იმიტომ რომ ის დაფუძნებულია ვედებზე და პირდაპირ მითითებებზე უფლის და წმინდანების. И цель этой культуры в Гуне Благости или ведической культуры – это сделать человека максимально цивилизованным и чистым. და მიზანი ამ კულტურის და სათნოების გუნის არის ის, რომ გახადოს ადამიანი მაქსიმალურად სუფთა И подготовленным для получения духовного знания и духовного опыта. და გახადოს მომზადებული იმისათვის, რომ მიიღოს სულიერი ცოდნა, სულიერი გამოცდილება. Или как Шрила Прабхупада говорил в одном из комментариев Шримад Бхагаватам, ან როგორც შილა პრაბჰუპადა ამბობდა ერთ კომენტარში შრიმად ბჰაგავატამის, цель ведического общества сделать из дремучего невежда цивилизованного человека. მიზანი ვედური საზოგადოების არის ის, რომ გახადოს უმეცარი მიძინებული ადამიანი გამოღვიძებულ ადამიანად აქციოს И подвести его к уровню, когда из него может получиться чистый преданный. და მიიყვანოს იმ დონემდე, რომ მისგან გამოვიდეს წმინდა ერთგული. Но никакая культура, даже ведическая культура, сама по себе не может сделать человека чистым преданным. მაგრამ არავითარი კულტურა და თავად ვედური კულტურასაც კი არ შესწევს ძალა იმისა, რომ გახადოს ადამიანი თავისთავად წმინდა ერთგული. Потому что чистая преданность, она требует соприкосновения с чистыми духовными вещами. იმიტომ რომ სუფთა ერთგულება მოითხოვს იმას, რომ შეხებულებაში ვიყოთ სუფთა სათნო რაღაცებს, შეხებაში ვიყოთ მუდმივად. Который выше гуна благости, за пределами гуна благости находится. რომელიც უფრო მაღლა დგას ვიდრე სათნოების გუნა, ბევრად მაღლა დგას. Но ведическая культура хороша тем, что она позволяет людям правильным образом вступать в отношения с духовными личностями. მაგრამ ვედური კულტურა იმით არის კარგი, რომ ის საშუალებას იძლევა, რომ ურთიერთობაში შევიდეთ სულიერ ადამიანებთან. То есть со святыми людьми, с божествами, с писаниями, со святыми местами. ანუ წმინდა ადამიანებთან, ღვთაებებთან, წმინდა ადგილებთან. То есть она благоприятна очень для этого. ანუ ის ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, კარგ გარემოს ქმნის ამისთვის. Поэтому вайшнавы обычно не принимают эту культуру в свою жизнь. Как, извините? Поэтому вайшнавы принимают эту ведическую культуру в своей жизни. ამიტომაც ვაიშნავები თავის ცხოვრებაში იღებენ ამ ვედურ კულტურას. Вот. Но цель наша оказаться в духовной культуре. მაგრამ ჩვენი მიზანი არის ის, რომ აღმოვჩნდეთ სულიერ კულტურაში. И обычно эту культуру распространяют вайшнавские сампрадаи, преемственности. და როგორც წესი ამ კულტურას ავრცელებენ ვაიშნაური სამპრადაიები. Она так или иначе базируется на ведической культуре. ის ასე თუ ისე ბაზირებულია ვედურ კულტურაზე. Но также содержит в себе элементы, которые превосходят эту культуру. მაგრამ ასე მოიცავს საკუთარ თავში ისეთ ელემენტებს, რომლებიც აღემატება ვედურ კულტურას. То есть то, что происходит в духовном мире на самом деле. ანუ ის რაც ხდება სინამდვილეში სულიერ სამყაროში. Мы чуть позже в конце поговорим о том, как это происходит, как иногда вайшнавские принципы и принципы ведической культуры могут даже приходить в противоречие, сталкиваться. და ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთს
რაღაც გარკვეული აზრით ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს ვაიშნავური კულტურა და ვედური კულტურის დეტალები. Мгм. И следует также одну вещь для нашего общего, так скажем, образования и понимания отметить. და კიდევ საჭიროა რომ კიდე ერთი დეტალს გავუსვათ ხაზი ჩვენი ასე ვთქვათ საერთო გააზრებისთვის, განათლებისთვის. Я забыл еще, прежде чем это сделать. Мы отметили, что в основном ведическая культура, она основана на двух принципах. Принципе уважения и принципе благодарности. მე დამოვიზდა რომ მეთქვა რომ ჩვენი ვედური კულტურა დაფუძნებულია ორ ძირითად პუნქტზე, ეს არის პატივისცემა, уважение и благодарности. მადლიერებაზე. Уважение проистекает из понимания того, что есть высшая личность, есть Бог. პატივისცემა გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობს უმაღლესი პიროვნება, რომ არსებობს უფალი, который является источником всего и превосходит всех. რომელიც წარმოადგენს საკუთარ თავში ყველაფრის წყაროს და ყველას აღემატება. Вот. И поскольку с ним все связано, все происходит из него, мы это уважаем и ценим. და იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი მასთან არის დაკავშირებული და ყველაფერი მისგან გამომდინარე, რომ ჩვენ პატივისცემთ მას და ვაფასებთ. То есть фактически уважение происходит из признания Бога, признания высшего закона, высшего повелителя. ფაქტობრივად პატივისცემა გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვაღიარებთ უმაღლეს კანონს, უმაღლეს კანონებს უფლის. А уважение, оно проистекает, а благодарность проистекает из понимания того, что я очень маленький, незначительный, и я завишу от всех остальных. და მადლიერება გამომდინარეობს იქიდან, уважение или благодарность. Благодарность. და მადლიერება გამომდინარეობს იქიდან, რომ მე ყველას რომ მე არ ვარ დამოუკიდებელი და მე დამოუკიდებული ვარ სხვაზე. То есть она проистекает из смирения. ანუ ის გამომდინარეობს თავდაბლობიდან. Когда мы понимаем, что я ничего не заслуживаю, все, что я получаю, только милость других. როდესაც მე მესმის, რომ მე არაფერი ასე ვთქვათ, არაფერს არ ვიმსახურებ და ყველაფერი ჩემთან მოდის სხვისი წყალობით. Да. Итак, теперь мы поговорим о месте нашей исконовской культуры. და ჩვენ ახლა ვისაუბროთ ჩვენს ისკონის ადგილობრივ კულტურაზე, ვთქვათ. Это очень необычное явление. ეს ძალიან უჩვეულო მოვლენაა. Нет, нужно еще сказать, что то, что есть разница между ведической культурой и то, что называют индуизмом сейчас. და კიდევ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ არსებობს განსხვავება ვედურ კულტურას და იმას შორის, სადაც ახლა ინდუიზმს ეძახიან. Если кто-то спросит вас на Санкиртан или где-то еще, вы индуисты вообще или нет? Are you Hindu? Are you Hindu? რაღაცა ვიკითხოთ თქვენს თანაზე სადმე რომ ინდუისტები ხართ? Вот, как бы вы ответили? Давайте по очереди. Лука уже ответил. როგორ პასუხობდით თქვენ მარიგეობით? Лука сказал, я не Hindu, я Сакартвела. ლუკა თქვა რომ მე ჰინდუ არ ვარ, მე ქართველი ვარ. Что бы ответили другие? რას უპასუხებდით ცხები? Дарика, вы Hindu или нет? Нет, Ведик. Ведик, ага. Дарика is more intelligent than Luca, it seems. More intelligent answer. Yes. And другие варианты? სხვა ვარიანტებიო? Мы не из Индии, мы из Гаудио-Вайшнавской культуры.
ჩვენ არ ვართო ინდუიზმიდანო, ჩვენ ვართო გაუდია ვაიშნავური კულტურიდანო. То есть мы гаудеи вайшнавы, да? Окей, ჩვენ გაუდია ვაიშნავური ვართო? а что теперь скажет сам великий Гочи? Я бы сказал, что я Ага. питаюсь следовать разумным принципам ведической культуры, которые передаются по цепи. Это. Ага, тоже разумный ответ. Вот. Теперь правильный ответ. Что отвечать зависит от того, кто и как спрашивает. რა უპასუხო დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ და რას პასუხი გეკითხებათ. Если, например, вас спрашивает какой-нибудь страж закона или человек из правительства или журналист, ეს დამოკიდებული იმას თუ ვინ გეკითხებათ თქვენ, ეს არის ვინმე სხვაზე შავი გაგების ადამიანი, თავრობიდან არის, ჩვეულებრივი ადამიანი თუ ჟურნალისტი. и вы попытаетесь им объяснить, что мы, понимаете ли, принадлежим к Брахма Мадава Гаудия Вайшнава Сампрадае, и мы рупануги, თქვენ შეეცდებით მას აუხსნათ, რომ ჩვენ მივეკუთვნებით ბრაჰმა გაუდია ვაიშნავის საპრადაიას, ჩვენ რუპანუგები ვართ. в лучшем случае он скажет, что? საუკეთესო შემთხვევაში ის გეტყვით რა? И это насторожит человека, да? და ეს დააფრთხოს ადამიანს. То есть смысл в том, что люди обычно ценят что-то очень устоявшееся, какую-то традицию, которая известна из глубины веков. როგორც წესი ადამიანები აფასებენ ისეთ რამეს, რაც საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციაა. И очень с большим подозрением и осторожностью относятся к тому, что возникло недавно, малоизвестно. და დიდი ეჭვით და დიდი სიფრთხილით ეკიდებიან იმას, რაც ცოტა ხნის წინ გაჩნდა, რაც ნაკლებად ცნობილია. Тем более, что в наше время многие вот эти вот возникающие, так сказать, религиозные или околорелигиозные течения, они много странных и даже ужасных вещей делают. მით უმეტესად ჩვენ დროში ეს ბევრი რელიგიური ეგრეთ წოდებული ორგანიზაცია და რელიგიური ადამიანები ძალიან ბევრ უცნაურ რამეს აკეთებენ. Поэтому, чтобы вызвать доверие у этих людей, особенно у ученых, у органов власти, да, то есть у журналистов, да. ამიტომაც იმისათვის რომ გამოვიწიოთ პატივის ნდობა, როგორც არიან ისეთ ადამიანები, როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, мы говорим, да, мы принадлежим к индуистской традиции. ჩვენ ვეუბნებით, რომ კი, ჩვენ მივეკუთვნებით ინდუისტურ ტრადიციას, да, к ведической системе древней, да. უძველეს ვედურ სისტემას. Но если нас спрашивает человек, который ищет истину, интересующийся человек, он может быть тем же журналистом, да, или тем же полицейским, да. მაგრამ ჩვენ თუ გვეკითხება ადამიანი, რომელიც არის ის პიროვნება, რომელიც ეძებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და უმაღლეს რაღაცას ეძებს, თუნდაც ის იყოს ამ ჟურნალისტი ან პოლიციის წარმომადგენელი. Но у него есть вопрос о смысле жизни, он искренне ищущий человек, да? მაგრამ მას აქვს კითხვები ცხოვრების აზრთან დაკავშირებით ეძებს ჭეშმარიტებას. И особенно, когда человек устал от всех этих религиозных формальностей в жизни, да, разочаровался в них. და განსაკუთრებით როცა ადამიანი დაიღალა ამ რელიგიური ფორმალობებით იმედგაცრუებული ცხოვრებისგან. Что он видит, как люди там приходят в церковь, молятся там, свечки ставят, и потом совершают отвратительные вещи. რომ ის ამჩნევს ადამიანები მოდიან ეკლესიაში, ლოცულობენ, საფლებს არჭობენ და მერე საშინელებებს ჩადიან. И причем это происходит массово, то его, наоборот, отпугивают вот эти всякие индуизмы, иудаизмы, официальное христианство. და თანაც ეს ხდება მასიურად, მაშინ მას აფრთხობს ეს ინდუიზმი, ქრისტიანობა და ასე შემდეგ. И большинство разумных людей, они видят эти двойные стандарты в современных религиях. და უმეტესობა გონიერი ადამიანები ხედავენ ამ ორმაგ სტანდარტებს თანამედროვე რელიგიაში.
Поэтому таким людям мы говорим, нет, мы никакие не индуисты, мы на самом деле стараемся стать гуидеи вайшнавами. ამიტომაც ესეთ ადამიანებს ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ არ ვართ არავითარი ინდუისტები, ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ გაუდია ვაიშნავები. Или мы говорим, мы хотим быть спиритуалистами. То есть обычно есть, то есть мы объясняем, есть разница между религией и духовностью. ან ჩვენ ვეუბნებით, რომ ვართ სპირიტუალისტები, ანუ როგორც წესი არსებობს განსხვავება ჩვეულებრივ რელიგიურობასა და სულიერებას შორის. Обычно под религией люди подразумевают, понимают все вот эти вот ритуалы, многочисленные правила, да, которые на самом деле никакого вкуса не приносят, да. როგორც წესი რელიგიის სიტყვა რელიგიის ქვეშ ადამიანები იგებენ იმას, რომ არსებობს მრავალი რიტუალი, მრავალი წესი, რომელიც შესრულებას არავითარი გემო არ მოაქვს. А людей интересует что-то живое. И вот это вот живой поиск Бога вне всех этих формальностей, то есть люди обычно называют духовностью, да, духовным поиском. და ადამიანებს საინტერესოდ რაღაც ცოცხალი და აი ამ რაღაც ცოცხალი რაც გემოს ძიებას ადამიანები უწოდებენ სულიერებას. И мы людям говорим, вот мы последователи такого вот Чайтаньи Махапрабху, который вот был таким духовным личностью, который танцевал, плакал, в общем, обнимал всех. და ჩვენ ვეუბნებით, რომ ადამიანებს ჩვენ ვართ აი ესეთი პიროვნების მიდერები, როგორც არის უფალი ჩაი. И поэтому Махапрабху, რომელიც მღეროდა, ცეკვავდა, ყველას мы ეხმეოდა. только вот это делаем перед вами, поем, танцуем, иногда плачем. ამიტომაც ჩვენ ვაკეთეთ ამას თქვენს წინაშე, რომ ღერით ცეკვავთ და ხანდახან ტირითიც კიდევ. И люди их это, может, ищущих людей это заинтересует. და მაძებელ ადამიანები შევა დაინტერესდნენ ამით. Но для себя мы должны знать реальное положение вещей. მაგრამ ჩვენთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს რეალური მდგომარეობა თემების. То, что сейчас называют индуизмом, это просто какая-то очень такая, как скажем, странная смесь всяких вещей. იმას რაც ახლა ინდუისტს ეძახიან, ეს ძალიან უცნაური ნაზავია, უცნაური რაღაცეების. Всяких ритуалов, верований, которые непонятно откуда взялись, многие из них даже не из Писания, не из Вед. სხვადასხვა რიტუალების, სხვადასხვა რაღაც მეთოდოლოგიების, რომელიც გაურკვეველია, საიდან მოვიდა, საერთოდ უმეტესი მათგანი საერთოდ ვედებიდანაც, წმინდა წერილებიდანაც კი არ არის. И никто из даже индуистов, он не сможет объяснить по-настоящему, что такое индуизм. და სინამდვილეში ინდუისტებს შორის ვერავინ ვერც კი აგიხსნით თუ რა არის სინამდვილეში ინდუიზმი. Когда там поклоняется тысячам разных личностей, тысячами разных способов там. როდესაც ეთაყვანებიან სხვადასხვა ათასობით ადამიანს, სხვადასხვა ათასობით პიროვნებას. В Индии там рано утром какой-нибудь тракторист или водитель рикши, они подходят и там рикши предлагают благовоние и трактору. ინდოეთში რომელიღაც სხვაზე რიქშას ზღოლიან ტრაქტორისტი, მიდის დილით ადრიან ტრაქტორთან რიქშასთან და благовониას თავაზობს ტრაქტორთან რიქშას. Это тоже относится к индуизму. და ესაც ასევე მიეკუთვნება ინდუიზმს. Вот. Но это может большинство из этих вещей не основывается уже на ведах, даже на изначально. და უმეტესობა ესეთი დეტალი არც კი მიეკუთვნება უკვე ვედებს, ანუ პირველ საწყისს. То есть, и что самое главное, у людей у этих, у них нет такого целостного, правильного понимания. და რაც ყველაზე მთავარია, რომ ადამიანებს არ აქვთ რაღაც ერთიანი რაღაც სრული გაგება. То есть, кто такой Бог, кто такие мы, что из себя представляет этот мир, как все это связано. თუ ვინ არის ეს ღმერთი, ვინ ვართ ჩვენ, რა წარმოადგენს ეს სამყარო. И в большинстве случаев то, что они делают, свои обряды, их полностью не интересует. და უმეტეს შემთხვევაში ის
წესები და ის რიტუალები, რაც ისინი ასრულებენ, საერთოდ არ აინტერესებთ მათ. Потому что, ну, просто мой дедушка и бабушка и прабабушка, они это делали. და უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემი ბებია, ბაბუა და მათი წინაპრები ამას აკეთებდნენ ესე. Вот мы тоже это делаем, поэтому. ჩვენც ამიტომ ესე ვაკეთებთ. Ну, на всякий случай, хуже же не будет. ყოველი შემთხვევაში უარესი ხარ იქნება. Может, поможет чему-нибудь, да, может, действительно там кто-то есть наверху. შეიძლება მართლაც დამეხმაროს რამეში, იქნება მართლა არსებობს ვინმე იქ მაღლა. То есть много вот таких вещей, внешних каких-то предрассудков у людей. აი, ბევრი ესეთი რაღაც დეტალები და ესეთი ნაზრებები აქვს ადამიანებს. Вот с точки зрения, так скажем, истории, территории, происхождения, და გადმოსახედიდან, ანუ ისტორიის ადგილიდან, რომელსაც არის წამოშობით, связи с ведами, დაკავშირებულია ვედებთან კავშირით. вот. Мы можем называться индуистами, да? ჩვენ შეგვიძლია საკუთარ უწოდოთ ინდუისტები, но по самой своей сути и по духу наше движение, оно ничего общего с этим вот не имеет. თავისი არსით და თავისი სულისკვეთებით ეს მოძრაობა ამ მოძრაობას არაფერი საერთო არ აქვს ინდუისტთან. Конечно, мы имеем практически очень много общего с изначальной ведической культурой. რა თქმა უნდა, პრაქტიკული გადმოსახედიდან ჩვენ ძალიან ბევრი საერთო აქვს პირველ საწყის პირვანდელ ვედურ კულტურასთან. Но не с ее искаженным современным вариантом. მაგრამ არა მის დამახინჯებულ სახეცვლილ თანამედროვე ვარიანტთან. Когда потеряна сама суть и смысл, остались какие-то внешние вещи. როდესაც დაკარგულია თავად არსი და მიზანი და დაკარგულია თავად ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. То есть вайшнавская культура – это что-то особенное, это, так скажем, лучшая и самая важная часть ведической традиции. ანუ ვაიშნავური კულტურა ეს არის რაღაც განსაკუთრებული, ეს არის ყველაზე მთელი არსი, მთელი გული და მთელი მიზანი ვედური კულტურის. В ее чистом виде. მის სუფთა წმინდა სახეში. Ее называют, поэтому не просто там дхарма, называют санатана дхарма, высшая дхарма. ამიტომ მას არ უწოდებენ როგორც უბრალოდ დჰარმა, მას უწოდებენ სანატანა დჰარმა, ანუ უმაღლესი დჰარმა. Вот. И вот мы последователи такой дхармы. და ჩვენ ვართ მიმდევრები ესეთი დჰარმის. Вот. Это нужно для себя понимать. ეს ანუ შენთვის უნდა ესმოდეს ადამიანს თავისთვის. Can I say? Yes. The word Hindu is, I heard yesterday actually from the Bhagavad Gita lecture that word Hindu is coming from word, Muslims or someone called the people in India the Sindhus, or they cannot pronounce correctly and they say Hindu or like something like that. The people after river Sindhu, and it does not mentioned in the Vedas. So to call There is Hindu, no any place Yeah. in Veda in which this word Hindu or Sindhu is used. You can say it. მე მოვისმინე ერთი ლექცია გუშინ და იქ იყო ნათქვამი რომ მოკლედ ეს ჰინდუ არის არ არის ვედებში არც ერთ ადგილას არ არის ნახსენები და მოგონილი სიტყვაა და ეს სიტყვა არის მოგონილი მუსლიმანების მიერ, რომლებიც ამბობდნენ ხალხი რომელიც მდინარე სინთუს იქით ცხოვრობდნენ და სინთუს ვერ გამოთქვამდნენ და ჰინდუ გადააკეთეს რა. Да, так и есть. Прабхупада об этом говорит. Сам და Прабхупада. მართლაც ესეც არის, პროფადა ამის შესახებ ასე საუბრობდა კი. Я скину вам схему
скину вам таблицу, где более подробно описано отличие между индуизмом и искон. მე ჩაგიგდებთ სქემას ცხრილს, რომელშიც უფრო დეტალურად არის აღწერილი და შედარებული განსხვავებები ინდუიზმს და ისკონ შორის. И скину вам диаграмму, которая показывает место искон в общей ведической традиции. და ჩაგიგდებთ დიაგრამას, რომელიც გამოხატავს ისკონის ადგილს საერთო ვედურ ტრადიციასთან მიმართებაში. Это позже, после окончания занятия. Хорошо. ეს მოგვიანებით როგორც დასრულების შემდეგ. Отай профессор, можно ли вопрос? Можно. Мы как раз закончили эту часть, так вопрос самое время. Да, вот индийская ведическая культура, понятно, но я тоже читал и знаю, что ведь это арийская культура все, да? Алло. Да, я слышу. Послушайте меня. Да, это все арийское, из арийской культуры идет. Ну, остатки сейчас просто закрепились на территории Индии, правильно? Это другое название, потому что ариями называли как раз истинных последователей вед. Отай профессор, კითხვა ესეთი რომ ეს ხო არიული კულტურის ის არის, ანუ გადმონაშთებიო და ეხა ინდოეთის ტერიტორიაზე ხო შემორჩა არიული კულტურაო და პირველ აქ პასუხა რომ პირველ საწესადო არიაო ეს ცოტა სხვანაირი დასახელი, სხვა სახელი არისო და არია ნიშნავსო პიროვნებებს, ვინც მიყვებიან ვედურ კულტურას. Арий означает человек высочайшей культуры и идеального поведения. არია ნიშნავს ადამიანს, რომელიც არის უმაღლესი კულტურის მატარებელი და იდეალური მოქცევის წესები ახასიათებს. Это неправильно некоторые представляют, что была какая-то арийская цивилизация изначальная, и потом она распространилась, и потом появились веды. ეს არასწორი წარმოდგენა, რომ ზოგიერთ ეს წარმოიდგენს ხოლმე, რომ იყო რაღაც არიული ცივილიზაცია, მერე ისინი გავრცელდნენ და გაჩნდა ვედები. И сейчас все спорят, откуда же пошли эти изначальные арийцы. და ეხლა ყველა კამათობს თუ საიდან წამოიშვნენ, საიდან წამოვიდნენ ეს პირვანდელი არიული ცივილიზაციის წარმომადგენლები. И каждая нация и народ тянет на себя. და ყოველი ნაცია და ყოველი ხალხი თავისკენ ეკაჩება. Наверняка в Грузии можно таких людей найти, которые вам приведут 108 доказательств в том, что родина арийцев была здесь, на Кавказе. ალბათ საქართველოშიც მოიძებნებიან ისეთ ადამიანები, რომლებიც ასრულად დამამტკიცებელ არგუმენტს მოიყვანენ, რომ არიელების სამშობლო იყო აქ საქართველოში, კავკასიაში. Но даже здесь, в Грузии, они будут спорить, кто-то будет говорить, это Кахети, а кто-то будет говорить, Западная Грузия. მაგრამ აქაც კი საქართველოშიც კი იკამათებენ, რომ ეს არის ეს კახეთი იყო, ან დასავლეთ საქართველო სამეგრელო. Вот. Но на самом деле изначально была ведическая цивилизация, и людей этой высочайшей культуры называли ариями. მაგრამ სინამდვილეში იყო ვედური ცივილიზაცია და ამ ცივილიზაციის წარმომადგენელ ადამიანებს უძახდნენ არიელებს. И потом, так или иначе, происходила миграция в другие места, в другие земли за пределы Бхарата-варши. მაგრამ ასე თუ ისე ხდებოდა უკვე მიგრაცია, სხვა ტერიტორიებზე ვრცელდებოდა, რომელიც ბჰარატა-ვარშას საზღვრებს გარეთ იყო. И люди, которые туда мигрировали, по разным причинам. Иногда под влиянием обстоятельств, иногда добровольно. და ადამიანები, რომლებიც იქ მიგრაციას ეწეოდნენ, ხანდახან თავისნებით, ხანდახან არც თუ ისე თავისნებით. Вот, они так или иначе в связи с местными там обстоятельствами жизни, то есть они как-то эту ведическую культуру приспосабливали под свою жизнь. და ისინი ასე თუ ისე დამოკიდებული ადგილობრივ, ისე თქვა, პირობებთან
ადაპტაციას ახდენდნენ ადგილობრივ პირობებს ამ ვედურ კულტურის. При этом часто терялась изначальная чистота и глубина этой культуры. ამასთანავე ხშირად იკარგებოდა პირვანდელი სისუფთავე და სიღრმე ვედური კულტურის. Что-то, конечно, сохранялось, какие-то фундаментальные принципы уважения к старшим, это в любой культуре есть, да. რა თქმა უნდა, რაღაც ნარჩუნდებოდა, რაღაც ფუნდამენტური პრინციპები, როგორიც არის უფროსების მიმართ პატივისცემა, Ну, кроме, наверное, американской. ალბათ ერთი ამერიკულის გარდა. Вот. Вот. Другие принципы, принципы милосердия, принципы правдивости. სხვა პრინციპები, როგორიც არის სუსტების დაცვა, რაღაცა ღირსების შენარჩუნება. Вот. Но многие вещи размывались и исчезали. მაგრამ ბევრი რამ, ესე ვთქვათ, უფერილდებოდა და ქრებოდა. Но изначальные арии это последователи вет. მაგრამ პირველ საწყისი ნამდვილი არიები არიან ვედების მიმდევრები. Мы знаем, что центр цивилизации там был как раз там, где находится Бхаратаварша, ну, так скажем, современная Индия сейчас. და ჩვენ ვიცით, რომ ცივილიზაციის ცენტრი იყო განლაგებული იქ, სადაც ბჰარატავარშა იყო, ეხლა თანამედროვე ინდიოც ეძახიან. А наши земли в то время населяли, где мы живем. Переводи. და ჩვენს მიწას მაშინ ეს ვთქვათ დასახლებული იყო იმ ასებებით, რომელსაც ერქვა. В Бхагаватам есть стих, где это все перечисляется. Кираты, хуны, ангхры, абхиры, пулкаши, хасы. ბაგავატამში ეს ყველაფერი ჩამოთვლილია და მათ ეძახენ მოიხინებდნენ. The second cantor. Вот. Where is the famous verse? Кирата, хунангхра, абхира, пулкаша. Кхаса, Явана, Касадая and so on. То есть даже одно название этих слов уже дает понять, кто тут же. Пулкаши. ამ სახელების თვითონ სხვა ჟღერადობაც კი უკვე გვეუბნება თუ ვინები იყვნენ ისინი. Паштятя comes from Pishachi actually. Pishachi means evil spirit. Вот. Так что мы должны это хорошо понимать. ასე რომ ეს კარგად გვესმოდეს ჩვენ, кто такие арии и какое отношение мы к ним имеем. თუ ვინ არიან არიები და რა კავშირი გვაჩინა ჩვენ მათთან. Харе Кришна. Хорошо. Есть еще вопросы? არის კიდევ რაიმე კითხვა? Хорошо, тогда мы начнем новую очень важную тему, которая касается этики и морали. Мы поговорим об этике и морали. ჩვენ დავიწყოთ მაშინ ახალ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელსაც ქვია ეთიკა და მორალი. Я думаю, вы слышали такие слова, такие термины. თქვენ ხსმენიათ ესეთი სიტყვები? Я наверняка уверен, что вы в целом понимаете, что это такое. Да? მე დარწმუნებული რომ თქვენ საერთოდ ჯამში ზოგადად გესმით თუ რა არის ესენი? Что такое мораль? თუ რა არის მორალი? Как? Это вопрос? Да. კითხვა არის ეს, რა არის მორალი? მორალი ეს არის გოჩა ესე იგი შინაგანი გაცნობიერება იმისი თუ როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოებაში. Luca Prabhupada отвечает, что мораль это внутренняя осознанность того, что как надо действовать в обществе.
და არა მარტო საზოგადოებაში, ზოგადად რა, აი მარტოც რო იყო მაგალითად რაღაც ანუ ისეთ საქციელი არ უნდა ჩაიდინო რა, რაც შინაგანად უნდა გრძნობდე ამას. И не только в обществе, и когда если находишься один, тогда ты внутренне должен чувствовать, что ты неправильно не должен действовать. Да, одна очень важная вещь, კი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამო, да, мораль – это определенная внутренняя установка, მორალი არის გარკვეული შინაგანი, ესე თქვა და რეგულაცია, которая в первую очередь основана на понимании того, что такое хорошо, что плохо, что такое хорошо, что плохо, что правильно, что неправильно. რომელიც პირველ რიგში დაფუძნებულია იმაზე, თუ რა არის კარგი, რა არის ცუდი და ამ შემდეგ. То есть, когда человек понимает эти вещи и выбирает, соответственно, хорошее и правильное, როდესაც ადამიანს ესმის ეს დეტალები და შესაბამისად არჩევს კარგს და სწორს, это называется моралью. ამას ეწოდება მორალი. Что такое этика? რა არის ეთიკა? Похожая вещь. ეს მსგავსი რამ არის? То есть этика относится к определенному кодексу поведения, ეთიკა მიეკუთვნება გარკვეულ კოდექსს მოქცევის. также к системе моральных ценностей, основанных как раз на этом понимании, что правильно, что неправильно. როგორც მორალური ფასეულობის სისტემაში, რომელიც დაფუძნებული იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არის არასწორი, То есть фактически этика – это проявление морали в более широкой жизни. ფაქტობრივად ეთიკა არის გამოვლინება მორალის, რომელიც უფრო ფართო გაგებით არის ცხოვრებაში. Шрила Прабхупада говорил, что моральные представления, религиозность и благочестие более или менее синонимы, то есть более или менее одно и то же. შებრაბადა ახას უსვავდა, რომ მორალური და ეთიკური ნორმები რელიგიურ ცხოვრების დამემართებაში დაახლოებით ერთი და იგივე რამ არის. Но он делал одно очень важное различие. ის აკეთებდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან განსხვავებას. Говорил, что моральные наставления, основанные на том, что Бог находится в центре, это религиозные принципы. ის ხას უსვავდა, რომ მორალური საფუძველი, რომ უფალი არის ცენტრი, ეს არის რელიგიური პრინციპი. А если Бог непосредственно отсутствует, то эти моральные наставления, они относятся к околорелигиозным принципам. და თუ ეს ფუნდამენტური პრინციპი არ ახლავს თან, მაშინ ის მიეკუთვნება გვერდზე მდგომ პრინციპს, ესე ვთქვათ. Например, когда говорится, что человек должен быть честным, должен быть чистым и так далее, это само по себе еще не является религиозным принципом, это околорелигиозный принцип. მაგალითად, შესაძლოა თქვამია, რომ ადამიანი უნდა იყოს სუფთა, უნდა იყოს მართალი, სამართლიანი, ეს თავის თავში უკვე არ არის ანუიაშეს რელიგიურობაზე, ეს არის გვერდზე მდგომი. Но когда говорится, что человек должен быть настолько честным и чистым, чтобы принять высшее положение Бога и поклоняться Ему, то это уже относится непосредственно к религиозным принципам. და როდესაც ნათქვამია, რომ ადამიანი უნდა იყოს მართალი, უნდა იყოს სუფთა და წესიერი და ეს იმიტომ უნდა იყოს ესე, რომ ემსახუროს უფალს, ეს უკვე მიეკუთვნება რელიგიურ პრინციპს და ეს არის უმაღლესი. Какие существуют морально-этические принципы в жизни? რა სახის მორალ-ეთიკური პრინციპები არსებობს ცხოვრებაში? Давайте перечислим их. Let us count them. მაგალითად მოდი ჩამოთვალოთ.
კაი დარიკო. მაგალითად ის რომ უნდა გავიაზროთ პირველ რიგში რომ ყველა ადამიანს თავისი უფლება და თავისი ინდივიდუალურობა გააჩნია. В первую очередь мы должны осознать, что у каждого человека есть своя индивидуальность и своя личностность. Да, то есть право выбора каждого мы должны уважать. ანუ ჩვენ ბატონო ვცეთ ყველას არჩევანის თავისუფლებას. Хорошо. Еще что? კარგი. კიდევ რა? Это, извините, можно вопрос? Да. Понятно. Это касаемо к религиозным принципам или просто морально-этическим Нет, нормам? просто моральный. ანუ ზოგადად მორალურ ეთიკურ ნორმებზე საუბარია რა. Ну, ахимса, да, там не вредит другим живым существам. Да, первый принцип вообще говорится в ведах ахимса парама дармо, то есть первый принцип не причинять насилие другим. ვედებში ნათქვა მეორე პირველი პრინციპი არის ახიმსა პარამა დარმო, ანუ სხვა ცოცხალ არსებებს ამივაყენოთ ზიანი. Это, в принципе, похоже на то, что Дарика сказала. ეს პრინციპში გავს იმას, რაზეც დარიკომ თქვა. Потому что вот это вот желание подавить другого, запретить ему быть тем, кем он считает нужным, это и есть насилие. იმიტომ რომ ეს პრინციპი იმის რომ რაღაცა სხვა დათრგუნოს, სხვას რამე ესე თქვა და ზიანი მიეყენოს, ეს უკვე არის ეს თვითონ. Да. Кроме этого, что еще? Какие моральные установки известны вам? კიდევ რომელი მორალური регуляциები ვიცით? Ну, можно сказать еще вас всем, что не брать то, что не нужно, и не вредить таким образом. Не отбирать других, да? Других. Да, не посягать на то, что выделено другим, да? ანუ არ შევეცვალ დაუკვირდით იმას, რაც სხვისთვის არის გამოყოფილი. Например, есть известный моральный афоризм, то есть или принцип, который провозгласил Чинаки Пандит. მაგათაც არსებობს ცნობილი მორალური აფორიზმი, რომელიც წარმოთქვა ჩანაკია პანდიტმა В своих нити-шастрах. თავის ნიტია შასტრაში. Нити-шастры, нити означает как раз мораль. Нити-шастры — это как раз наставление моральных принципов. ნიტია შასტრა სწორედ ნიშნავს მორალს, ანუ ნიტია შასტრა ნიშნავს მორალურ პრინციპებს. И Чинаки Пандит говорит, что на всех женщин, кроме своей жены, если у вас такая имеется, да, нужно смотреть как? Как на маму. Матаджи. Как на матаджи. Что значит матаджи? Мы говорим часто матаджи. Не понимаем. ყველა ქალს რომელიც არ არის ჩვენი ცოლიო, თუ ესეთი ცოლი გყავთაო, თქონდა უყურებდეთ ყველა ქალს როგორც означает мать, да? Да. ანუ დედას ნიშნავს, როგორც დედას ის უნდა უყურებდეთ. Потом он сказал, как нужно смотреть на собственность другого или на богатство других людей. მან თქვა შემდეგ თუ როგორ უნდა უყუროთ სხვის საკუთრებას. Как я должен смотреть на Лукин Пиксель? როგორ უნდა უყურებდე მე ლუკას პიქსელს? Богу. Нет, я должен смотреть, это еще пока без Бога, как на мусор, like garbage. Это защищает нас от воровства и от посягательств на чужую собственность, потому что никто не будет стремиться к мусору. ეს გვისასაო ჩვენაო ქურდობისგანაო და რაც პრეტენზიებისგანაო საკუთრების მიმართ, იმიტომ რომ არავინ არ შეხედავს მუსარს, ან ნაგავს. У нас вот от входа слева стоят вечно полные бочки. ჩვენთან აი აქ შემოსასწრებთან მარცხენა მხარეს დგასაო მუდმივად სავსე კასრებიო. Но никто, кроме кошек, не посягает на то, что там лежит. მაგრამ არავინო კატების გარდაო არავის არ გააჩნიო პრეტენზიო იქაც რაც დევსო. И сейчас второй появился. Да, сейчас второй появился, даже третий, наверное. И последний принцип, он говорил, что
К другим нужно как относиться? და ბოლო პრინციპი მესამე მან თქვა, რომ სხვების მიერ დამოკიდებულება უნდა გქონდეს როგორიო? Так, როგორც საკუთარ პატივისცემი. თავს. როგორც საკუთარ თავს. Так, бегал. Да, к другим нужно относиться так, как вы хотели бы, чтобы к вам относились. სხვებს უნდა მოიქცეთ ისე, როგორც მიათ რომ სხვები მოგიქცნენ თქვენ. И в частности, беспокоиться и заботиться о других так же, как мы беспокоимся и заботимся о себе. და პრაქტიკულად რომ შევწუხდეთ და ვიღელოთ სხვებზე ისევე, როგორც საკუთარ თავზე ვიღელვებით. То есть, когда, например, у Гочи какие-то трудности, როგორც მაგალითად გოჩას რაღაც სირთულეები აქვს, то есть я должен об этом беспокоиться не меньше, чем сам Гочи. მე უნდა ვღელავდი ამაზე არანაკლებად, როგორც თავად გოჩა. Я не должен думать, о, бедняжка, не повезло, ну, карма такая. მე არ უნდა ვფიქრობ, რომ საწყალი არ გაუმართლა, კარმა აქვს ესეთი ალბათ. И продолжать есть свои мчади со сметаной. გავაგრძელო ჩემი საკუთარი ჭადების და ნაღების ჭამაო. Да. Вот. Это то, что Чинаки Пандит 3 вещи перечислял. Еще какие принципы существуют? არის ის რა ის სამი პრინციპი, რომელიც ჩანაკე პანდიტმა ჩამოთვალა. კიდევ რა სხვა პრინციპები არსებობს? Например, есть принцип моральный, что нельзя оставаться в долгах. მაგალითად, ასეულს პრინციპი მორალური, რომ არ შეიძლება ვალებში დარჩენა. Что с долгами нужно как можно скорее рассчитываться. Да? რომ ვალები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიხადოთ. Нельзя нарушать обещания. არ შეიძლება სიტყვის გატეხვა. Татпурыша. Он занят сейчас, у нас занятие Матаджи. А что нужно? Мы не можем, у нас занятие Матаджи, простите. И онлайн преданные тоже нас слушают. Вот. Вообще, если кто-то в нужде, то нужно обязательно стараться ему помочь, чем можем, даже если у нас немного у самих. და თუ იმე გარკვეულ გასჭირშია, ჩვენ უნდა შევეცადოთ დავეხმაროთ, თუ ჩვენ შეგვწეს ზალა. Также принцип морали: нельзя появляться на обществе обнаженным, например. Да, как говорится. ასევე მორალის პრინციპები არის ის, რომ არ შეიძლება საზოგადოებაში გამოჩენა შიშველი. То есть пляжи это не для моральных людей. ანუ სანაპიროები, პляжები არ არის მორალური ადამიანებისთვის. Например, для женщины очень сильно моральным принципом является целомудрие, верность. მაგალითისთვის, ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ამოადგენს კეთილშობილება, ანუ კეთილშობილება. Также нужно быть благодарным всегда. ასევე უნდა ვიყოთ ყოველთვის მადლიერები. Любому, от кого мы что-то получили. ყველას მიმართვისგანაც რაიმე მიგვიღია. Даже не важно, много или немного, но если мы что-то получаем. იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი თუ არც თუ ისე ბევრი, რაც არ უნდა მივიღო. ზოგადად უფროსებს პატივი ვცეთ. уважать старших. Уважение к старшим, да. კი. Нельзя пренебрегать тем, кто даже ниже. არ შეიძლება უგულვეყოფა მათი, ვინც უფრო დაბლა დგას. Принцип милосердия и сострадания. Да, нужно быть милосердным и сострадательным. იყო მე როგორ არის? ფოტოგრაფ შეგიძლიათ ქართულად თქვათ. Вот, то есть это вы можете еще очень много и долго этот список продолжать. Мы просто упомянули какие-то основные вещи, несколько вещей. თქვენ შეგიძლიათ კიდე ძალიან ბევრი პრინციპის წარმოთქვა, ჩვენ უბრალოდ ვახსენეთ რაღაც ზოგადად ძირითადი პრინციპები. И самое главное,
это то, как мы проходим экзамены на знание этих принципов в жизни. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ გავდივართ ჩვენ ამ ცხოვრებისეულ გამოცდას ამ პრინციპების მიყოლით. Иногда, даже если мы все хорошо знаем, мы хотим следовать этим принципам, ხანდახან თუნდაც ყველაფერი კარგად ვიცოდეთ და ჩვენ გვინდა რომ ვიყვებოდეთ ამ პრინციპებს, их применение в жизни требует более глубокого понимания. მათი გამოყენება ცხოვრებაში, რომ გამოიყენოთ ის ცხოვრებაში, საჭიროებს უფრო ღრმა გააზრებას. Потому что иногда в жизни встречаются ситуации, когда в попытках соблюдать один моральный принцип, იმიტომ რომ ხანდახან ცხოვრებაში გვექნება ესეთი სიტუაცია, რომ იმისათვის რომ მივყვეთ ერთ მორალურ პრინციპს, мы нарушаем другой. ჩვენ ვარღვევთ მეორეს. И тут важно понимать, что является приоритетом, что является более глубоким принципом. და აქ მნიშვნელოვანი გვესმოდეს თუ რა არის პრიორიტეტი და რა წარმოადგენს უფრო ღრმა პრინციპს. Наверняка вы все смотрели Махабхарату, დიდი საბათობით ყველა თქვენგან მოუყურა მაჰაბჰარატას, может быть, по несколько раз. შეიძლება რამდენჯერმეც კი. Вы, наверное, не прочитали Бхагавад-гиту даже один раз, но Махабхарату, я думаю, несколько раз пересмотрели. დიდი საბათობით ბჰაგავად-გიტა ერთხელაც შეიძლება თქვენ და წაკითხული, მაგრამ მაჰაბჰარატა რამდენჯერმე მაინც იქნებათ ნაყურები. Но я тоже нарушаю сейчас моральный принцип, подозревая вас в чем-то не очень хорошем. მეც ახლა ვარღვევა მორალურ პრინციპს, როცა ეჭვის ვიღებო თქვენს კარგ თვისებებშიო. Вот. В Махабхарате вы, наверное, помните эту историю, когда Арджуна дал обет. მაჰაბჰარატაში ალბათ გახსოვთ ის ისტორია, როდესაც არჯუნამ ფიცი მისცა. Он говорит, Радо. я уничтожу любого, кто скажет мне, выкинь свой лук Гандива. მე გავანადგურებ ყველას, ვინც მეტყვის რომ გადააგდე შენი მშვილდი განდივა. Вы помните эту историю? გახსოვთ ეს ისტორია? То есть любой, кто оскорбит его лук Гандива, Арджуна сказал, я его убью. ანუ ნებისმიერ ვინც შემორაწობს მის მშვილდ განდივას, არჯუნა თქვა რომ მე მას მოვკლავ. И это один из моральных принципов, соблюдать свое слово, особенно для кшатри. ეს არის ერთ-ერთი მორალური პრინციპი, რომ რომ არ დაარღვიო შენი ფიცი, განსაკუთრებით ქშატრიებისთვის. И во время битвы на Курукшетре, когда Арджуна сражался, ему никак не удавалось победить Карну. და ერთ-ერთი ბრძოლის დროს კურუქშეტრაზე, როდესაც ის ებრძოდა კარნას, არაფერთა გამოსდიოდა მის დამარცხება. Вот. А Юдхиштхира, он каждый вечер с него требовал отчет. Ну как ты сражаешься? Как, ты Карну победил? და უთიშტირა ყოველ საღამოს მისგან ესქვა და აღრიცხვას ითხოვდა. აბა რა როგორ გააკეთე, რა ქენი კარნა მოკალი? И Арджуна говорил, ну нет, не получилось. და არჯუნა პასუხობდა რომ არ გამოვიდა. Вот. И в какой-то момент Юдхиштхира, он, видно, уже устал, может быть, был немного не в настроении, и он сказал тогда Арджуне. და რაღაც მომენტში უთიშტირა უთხრა არჯუნას, ეთქო დაღლილი იყო, ან ცუდ ხასიათზე იყო, უთხრა არჯუნას. Он говорит, какой смысл тогда в твоем луке Гандивы? Отдай его кому-нибудь другому. რა აზრი აქვს შენს განდივას მშვილს მითხარი, იმას მიეცი საერთოდ. И Арджуна сразу вспомнил про свой обет. და არჯუნას ეგრევე გაახსენა თავისი ფიცი. И взял лук Гандивы, натянул тетиву. აიღო მშვილდი განდივა, მოჭიმა, მოკაჩა ზამბარა. ზამბარა. И направил на Юдхиштхиру, конечно. და დაუმიზნა უთიშტირას, რა თქმა უნდა. К счастью, там рядом оказался Кришна. საფედრინოდ იგვერდით აღმოჩნდა კრიშნა. Он сказал, не, давайте разберемся поглубже. მან უთხრა, არა, მოდით უფრო ღრმად გავერკვიოთ. Вот. И он рассказал им обоим историю про одного отшельника и подвижника, და მათ მოუყვა ერთი ისტორია, რომელიც არის ერთ განდეგილზე და ერთ მოგზაურზე. которого называли Коши-Катха. რომელსაც ეძახდნენ კუშიკათხას. И вот это вот Коши-Катха, он был очень правдивым, он был аскетом, и он дал обет говорить только правду.
და ეს კოშეკათხა იყო ძალიან სულ სიმართლეს ამბობდა და ძალიან ასკეტური და სულ სიმართლეს ამბობდა ყოველთვის. Вот. И он жил где-то там, в лесу. და მან ფიციდა რომ სულ სიმართლეს იტყოდა და იქ სადაც ტყეში ცხოვრობდა. И однажды мимо его жилища пробежали люди, которые спасались от разбойников. და ერთხელაც მისი საცხოვრების გვერდით ჩაიბინეს ადამიანებმა, რომლებიც ეს ვთქვათ თავდასხმელებს გაურბოდნენ ყაჩაღებს. Пробежали мимо его жилища, чтобы спрятаться дальше в лес. Потом появились разбойники. ჩაირბინეს მის საცხოვრებლის გვერდზე იმისათვის, რომ შემდეგ ტყეში დამარული იყვნენ და შემდეგ გამოჩნდნენ ყაჩაღები. Они подошли к этому кошекатке и спросили: ты здесь не видел? Вот люди здесь не пробегали, куда они пробежали? И он показал им направление, куда люди побежали. და ისინი მივიდნენ ამ კოშიკათხასთან და კითხეს შეხვა გინახი აქ ადამიანები რომლებიც ჩაირბინეს და მან მიუთითა მიმართულებით საერთოდ წავიდნენ ისინი. И разбойники догнали этих людей, перебили их, забрали все их имущество. და ეს ყაჩაღები დაეწინნენ ამ ადამიანებს, ყველაფერი წაართვეს და დახოცეს ისინი. А кошекатка, в конце концов, понятное дело, спустя какое-то время, когда он умер, он попал в ад и очень жестоко страдал. და ეს კოშიკათხა რაღაც დროის შემდეგ, როდესაც მას სხეული დატოვა, ის მოხვდა ჯოჯოხეთში და ძალიან საშინლად იტანჯებოდა. Вот. И очевидно, что ни Господь, ни святые не были довольны его поступком. Хотя он старался соблюдать моральные принципы. და თვალსაჩინოა, რომ არც უფალი და არც მისი ზემდგომები არ იყვნენ მაყოფილები, წმინდანები არ იყვნენ მაყოფილები მისი ქცევით მიუხედავად იმისა, რომ ის მორალურ პრინციპებს მიყვებოდა. Если вам интересно, что в случае с Арджуной и Юдхиштхирой, чем закончилось, я могу рассказать. Если нет, то... და თუ გაინტერესებთ თუ რა моხდა არჯუნას და იუდჰიშთირას შემთხვევაში, მე შემიძლია მოგიყვეთო. Да, интересно. Да, потому что вы все уже устали услышать философию. Арджуна согласился со словами Кришны и сказал: что же делать-то с обетом-то с моим? Арджуна დაეთანხმა კრიშნას სიტყვებს და კითხა და როგორ მოიქცეთ ჩემ ფიცანამ მიმართებაშიო. И Кришна тогда ему сказал: ну, убить можно не только стрелами, но и словами. და კრიშნა მაშინ უთხრა რომ მოკლა შეიძლება არა მარტო ისლებით, არამედ სიტყვებითაც შეიძლება. Оскорбив кого-то, ибо оскорбление для кшатрия равносильно убийству. შეურაცხყოფ ვინმე და განსაკუთრებით кшаტრიის შეურაცხყოფა торфას სიაკვლელობის. И Арджуна отложил лук и начал Юдхиштхире говорить: да ты вообще просто... და არჯუნამ გადადო თავისი შვილი და დაუწყო იუდჰიშთირას ესეთ რაღაცებით თქვა, რომ შენ საერთოდ ესეთი ხარ. Припомнил ему много вещей, что он всех их и Драупади проиграл в кости и прочее. აუხსენა ბევრი რამ ისეთები როგორც არის, რომ დრაუპადი წააგო ძვლები თამაში. Но когда Арджуна закончил, он почувствовал себя очень плохо и тяжело. როდესაც არჯუნამ დაასრულა, მან ძალიან ცუდა და ძალიან მძიმედ იგრძნო თავი. Потому что он-то понимал, что он вайшнава аппаратку совершил. იმიტომ რომ მას ხო ესმოდა, რომ მან ვაიშნავა აპარატა ჩაიდინა. И он подумал, чтобы искупить эту аппаратку, есть только один выход. Это убить და მან себя. იფიქრა, რომ ისათვის რომ ეს აპარატი გამოისყიდოთ, არსებობს მხოლოდ ერთი გამოსაყალი. И Кришна подумал: еще один экстрим. და კრიშნა მიფიქრა, რომ კიდევ ერთი ექსტრემი. И Кришна сказал: если ты теперь хочешь убить себя, то убить себя можно. Сейчас мы занятие. Матаджи, если вам нужно, вам покушать нужно будет? Да, ну зачем? Я вас ничего. Себя можно убить не только оружием, но и словами, обругав себя. მან უთხრა არჯუნას, რომ საკუთარ თავის მოკლა შესაძლებელია არა მარტო იარაღით, არამედ სიტყვებით. И Арджуна уже потом начал оскорблять себя. ანუ შეურაცხყოფ საკუთარი თავიო. То я просто такой-то, не способный контролировать вообще там, и, в общем. რომ მე საერთოდ ესეთი უნარო ვარ, შემიძლია საკუთარ თავის კონტროლი და ასე შემდეგ. Таким образом, все остались живы, по крайней мере.
და ამგვარად ყველანი ცოცხლები დარჩნენ ასე თუ ისე. Но вот эта вот история, она иллюстрирует то, что мораль это не такая, прям, знаете, вот очевидная вещь в некоторых случаях. და ეს ისტორია ახდენს ილუსტრაციას იმისა, რომ ეს მორალური არ არის ესეთი გარკვეული თვალსაჩინო რამ. И особенно это сложно становится в случае преданного. და განსაკუთრებით ეს ყველაზე რთული ხდება ერთგულის შემთხვევაში. Почему? Потому что, да, с одной стороны, мораль и этика важна, რატომ? იმიტომ რომ ერთის მხრივ კი მორალი და ეთიკა მნიშვნელოვანია. почему вообще важно быть моральным человеком? რატომ არის საერთოდ საჭირო რომ იყო მორალური ადამიანი? იმით აა, კაი დადიკო შენ. გოჩა. Гоча, давайте первый. First Гоча now. ну, моральный человек получает возможность, у него есть шанс общаться с святыми. Ну, так скажем, моральному человеку, да, легче общаться со святыми правильным образом. ესე შეიძლება ვთქვათ, რომ მორალ ადამიანს შეუძლია უფრო მარტივად იურთიერთოს წმინდანებთან. სწორად Yes. იურთიერთოს. More. Something else. Еще что-то. კიდევ რამეო? Dariko. Да. ალბათ იმიტომ რომ შინაგანი მორალი არის ანუ სინდისის ქენჯნას იწვევს, რაც შინაგანად გაწუხებს და ეს ანგრევს შინაგანად ადამიანს. Наверное, потому что они соблюдание моральных принципов, это и из этого исходит то, что получается внутренняя, так сказать, совесть мучается и разрушает человека. Да, совершенно верно. Не соблюдая моральные принципы, человек разрушает себя, и он теряет вот эту вот свою такую целостность и силу внутреннюю. მორალური პრინციპების არ გაყოლით ადამიანი შინაგანად ანგრევს საკუთარ თავს და თავისავის ერთიანობას და ერთლიანობას კარგავს. Потому что эти принципы-то, откуда они возникли, это те вещи, которые помогают нам быть очень такими чистыми, сильными личностями. იმიტომ რომ ეს პრინციპები საიდან გაჩნდნენ? იმიტომ რომ ისინი გვეხმარებიან რომ ვიყოთ ძალიან ესეთი მთლიანები და კეთილი ადამიანები. Еще одна важная вещь, то есть нам нужно в жизни обязательно уметь различать между плохим и хорошим, правильным и неправильным. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის უნდა შეგვეძლოს განსხვავება კარგის და ცუდის, სწორის და არასწორის. И чтобы делать правильный выбор. იმისათვის რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. Да, и не загрязнять, не осквернять себя. და რომ არ დავაბიძროთ და რომ არ ამოვთხაროთ საკუთარი თავის თქვა. То есть много причин, почему важно следовать моральным принципам. ანუ ბევრი მიზეზია იმისა თუ რატო არის მნიშვნელოვანი რომ მორალურ პრინციპებს გავყვეთ. ვიცავდეთ. С другой стороны, есть такое утверждение, что сознание Кришны, может быть, вы даже уже слышали, что сознание Кришны выше морали. მეორე მხრივ არსებობს ესეთი მტკიცება, რომ კრიშნას ცნობიერება ის უფრო მაღლა დგას ვიდრე მორალი. Вас уже испортили этим утверждением старшие преданные? თქვენ უკვე გაგაფუჭესო უბრალოდ ერთგულემო ამ მტკიცებითო. Ну, я думаю, Луку с Гочей испортили, Дарик, может быть, еще не успели. Это тогда я сделаю сейчас. მე ვფიქრობ, რომ გოჩა და ლუკა უკვე გააფუჭესო. მე დარიკო ჯერ არა და მას მე გავაკეთებო ახლა. То говорится, преданные выше морали и этики. რა თქვა მია რომ ერთგული უფრო მაღლა დგას ვიდრე მორალი და ეთიკა. И много цитат у Шрилы Прабхупады по этому поводу. და მრავალი ციტატა აქვს შრილა პრაბჰუპადას ამასთან დაკავშირებით. Вот. Шрила Прабхупада пишет, что Кришна выше соображений, Кришна находится за пределами материального мира и выше вот этих соображений того, что морально или неморально. შრილა პრაბჰუპადა წერს, რომ კრიშნა უფრო მაღლა დგასაო ამ
წარმოდგენებზე სპატრო სამყაროზე და ამ წარმოდგენებზე რაც ქვია მორალი და ამორალური. А вот следующее утверждение вообще очень хорошее, преданные. შემდეგი მტკიცება საერთოდ ძალიან კარგია. Запоминайте, запоминайте.Аймახსოვრეთ. Вот. Все, что находится, имеет отношение к Кришне, никогда не может быть аморальным. ყველაფერი რასაც ეკავშირა კრიშნასთან არასდროს არ შეიძლება იყოს სამორალური. А мы же имеем отношение к Кришне. ჩვენ ხო გვაქვს კავშირი კრიშნასთან. Поэтому все, что бы мы ни сделали, отныне ამიტომაც ყველაფერი რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ წამიდან не может быть аморальным. არ შეიძლება იყოს ამორალური. Все, можно идти в ресторан შეიძლება რესტორანში დასვლა უკვე. или в игорный клуб. ან რამე კლუბშიო. Так. Есть очень известный стих в Бхагавад-гите 9.30, тоже запомните, очень важно. არის ძალიან მნიშვნელოვანი ლექსი ბჰაგავად-გიტაში 9:30. Вы наверняка его проходили с Деваратой Прабху. თქვენ დიდი საბათობით ის გაიარეთ დევრატრაფუსთან ერთად. Или еще пройдете. Ну, наверное, уже проходили. Даже этот курс Бхагавад-гиты, я думаю, 9 главу вы уже прошли. ან გაივლით ამ ფიქრობ რამ კურსზე ბჰაგავად-გიტისა თქვენ გაივლით მე-9 თავს უკვე. Стих «Апичет сударачаро баджате маманани бак». Вспоминаете? 9. 9:30 9:30. გასაგებად ლექსი. ჯერ არ გაგვივლინეთ. რეგმალთა ჯატიჩა что их проходили гав. Ну вот, я тогда, значит, опережаю события, но все равно послушайте. ეს ნიშნავს მას რომ მე წინ ვასწრებაო მოვლენებს, მაგრამ მაინც მოусმინეთ. Даже человек, занятый преданным служением мне, Кришна говорит, კრიშნა ამბობს ადამიანი რომელიც დაკავებულია ჩემთან მიერთგული მსახურებით, даже если он совершает самые отвратительные поступки, რა თუნდაც ის ჩადიოდეს ყველაზე ამაზრზენ საქციელებს, его следует считать саду, святым. მისი ის უნდა ჩავთვალოთ სათუდან, წმინდანად. Потому что его, в общем, сердце, оно в преданном служении. იმიტომ რომ მისი გული არის ერთგულ მსახურებაში. Причем под отвратительными поступками Вишванат Чакраварти Такур объясняет. თანაც ამაზრზენ საქციელებში ვიშванат ჩაკრავარტი თაკური ხსნის. Является там воровство, кража золота, ეს არის ძარცვა, ოქროს მოპარვა, сожительство с женой тех, кто заслуживает уважения, старших. ერთად ცხოვრება ცოლთან, ვინც წარმოადგენს ჩვენი პატივისცემის ობიექტს და უფროსებს. Опасно мне это, конечно, говорить дальше, но убийство брахмана სამის თქმა и любого того, кто тоже достоин почитания. Что? Я не понял. И убийство брамана, кто достоин почитания. ანუ კვლელობა ბრაჰმანის ის ვინც წარმოადგენს პატივისცემის ობიექტს. То есть, смотрите, еще один очень хороший стих из читания Чаритамриты. კიდევ ერთი კარგი ლექსი ჩაიტანა ჩაიტამრიტადან. Это, скорее всего, из комментариев Шрилы Прабхупады. ეს დიდი საბათობის პრაბჰუპადის კომენტარებიდან არის. Слуги Кришны автоматически моральные и следуют этике. კრიშნას მსახურები ავტომატურად მორალულები არიან და მიყვებიან ეთიკას. Более того, сам Кришна предпочитает защищать своих преданных, чем следовать своим обещаниям, да? უფრო მეტის თავად კრიშნას ურჩევნია რომ მიყვეს თავის დაიცოს თავისი ერთგულები, ვიდრე შეასრულოს თავისი დაპირებები. Перед битвой на Курукшетре Кришна дал обещание, что он не возьмет в руки оружие. კურუქშეტრას ბრძოლის წინ კრიშნა პირობა დადო რომ არ აიღებს ხელში იარაღს. И потом во время битвы он только делал, что нарушал его.
და ბრძოლის დროს ის ერთად რა საკეთებდა რომ აღვევდა ამ პირობას. То есть там с Бишмадевой, когда Арджуна сражался, да? როდესაც არჯუნა ფიშმადევთან იბრძოდა, Потом уже, когда Ашватхама выпустил Брамастру против пандавов, შემდეგ როდესაც უკვე აშათამამ გაუშვა ბრაჰმას და პანდავების წინააღმდეგ, то есть потом еще одна вещь, теперь уже как преданный ведет себя очень странно, когда Нарисимхадев убил Хираньякашипу, შემდეგ თუ როდესაც ერთგული იქცევა ძალიან უცნაურად, როდესაც ნერსემჰადევმა მოკლა ჰირანაკეშიპუ, Прохлада Махарадж, любящий сын Хираньякашипу, პრაჰლადა მაჰარაჯი საყვარელი შვილი ჰირანაკეშიპუსი предложил гирлянду Господу. შესთავაზა გირლანდა უფალს. Когда в 70-х годах против преданных пытались организовать судебные процессы, так называемые депрограмматоры, там такое течение было, როდესაც 70-იან წლებში ცდილობდნენ რომ სასამართლო პროცესები მოეწოთ ერთგულებისთვის, მათ უწოდებდნენ დეპროგრამირატორებს. они считали, что преданные их просто запрограммировали, их нужно распрограммировать обратно. ისინი ფიქრობდნენ რომ ერთგულები უბრალოდ დააპროგრამეს და საჭიროა მათი დეპროგრამირება. Они даже воровали преданных иногда, ისინი ხანდახან ერთგულებს იტაცებდნენ კიდევაც. закрывали их где-то дома, пытались их насильно кормить мясом. კეტავდნენ რომელიმე სახლში და აიძულებდნენ ძალით რომ ხორცი ეჭამათ. Давать вино. ღვინოს აძლევდნენ. Луку привязали к стулу и начали ему вино. ლუკასი სავარძეზე მიაბეს და აიძულესო ღვინო დალიოს. Сама არ დასჭირდებოდა ლუკას. Кто-то из преданных подумает, ну, в принципе, неплохо. ზოგიერთი ერთგული ფიქრობს რომ პრინციპში ცუდი არ არისო. Вот. В общем, но потом они подали в суд на преданных. В суд на преданных подали. И, в частности, в качестве одного из обвинений они показали картину. და შემდეგ სასამართლოს შეიტანეს რომ ერთგულების წინააღმდეგ სარჩელიო და დამატკიცებელი საბუთის სახით მათ ფოტოსურათი წარადგინეს. Хотя как раз Хираньякашипу на коленях у Нарисимхадева лежит уже разорванный, и Прохлада стоит с гирляндой. სადაც ჰირანაკაშიპუ ნარასიმჰადევის მუხლებზე წერს უკვე გაგლიჯილი შუაზე და პრაჰლად მაჰარაჯი მუხლებზე დგას მის წინაშე გირლანდით ხელში. Они говорят, вот посмотрите, это Бог, это вот отец, а это сын. Смотрите, чему они учат. შეხედეთო, აი მითიო ეს მამა არის და ეს შვილი, ნახეთ რა სასწავლიან ისინიო. Ваших детей, что Бог будет вас рвать на части, а дети будут говорить здорово, Джая и гирлянду предлагает. ღმერთი თქვენ შობლებს შუაზე გაგლიჯავს, თქვენ კიდე გილანდებს, თქვენი შვილები კიდე გილანდას შესთავაზებენ ღმერთს და იყვილებენ ჯაიო. И, сейчас, может быть, еще какие-то яркие примеры. და კიდევ რაიმე ნათელი то შეიძლება. Атари Прабхуда. то хочешь добавить? Да. Я на днях лекцию тоже читал, слушал, и мне там такой маленький стишок попался. Если можно, я скажу. Марк Кришна Ракеке, Кришна Мареке. Если посвящает вас, никто не может убить вас. Но если Кришна хочет вас убить, никто не сможет вас защитить. Да, это бенгальский стишок, да, известный. Прабхупада его цитировал, да. ეს ცნობილი ბენგალიური ლექსიო შეპროპადო მას ციტირებდა ხოლმე. Да, вот. И даже, например, и я почему все это говорю? То есть очень много утверждений, где говорится, что особенно когда дело касается преданного служения, преданные они не смотрят на эти моральные принципы. და რატომ საუბრობ ამაზე, რომ განსაკუთრებით ოდესაც
საქმე ეხება ერთგულმსახურებას, ერთგულები აღარ აკვირდებიან ამ პრინციპებს. Я вот хочу, чтобы вы глубоко подумали, не 5 минут, а глубоко подумали. მე მინდა რომ თქვენ ღმად დაფიქრდეთ, არა 5 წუთი, არამედ ღმად კარგად დაფიქრდეთ. Должен ли преданный всегда следовать принципам обычной морали, так скажем? უნდა მიყვებოდეს თუ არა ერთგული ჩვეულებრივი мораლის პრინციპებს მუდმივად. То есть, если не должен, то в каких случаях он должен, в каких случаях он может следовать, а в каких нет? და თუ არ არის ვალდებული, მაშინ რა შემთხვევებში უნდა გაყვეს და რა შემთხვევაში არა გაიცვას. Потому что я вот еще вам могу рассказать две интересные истории, внешне похожие. მე კიდევ შემიძლია მოგიყვეთ ორი მსგავსი ისტორიები, რომლებიც ერთმანეთს გავს. Вот одна история, когда, по-моему, да, преданные собирали пожертвования для программы Food for Life в Америке. ერთი მაგალითია, როდესაც ერთგულები აგროვებდნენ შესაძლეს Food for Life-ის პროგრამისთვის ამერიკაში. Я не знаю, ну то есть они кормили какую-то бедную, социально незащищенную часть населения, видно. ისინი იკვებავდნენ ღარიბ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. Вот они просили пожертвования, и они попросили пожертвования даже у Министерства обороны США. ისინი შესაძლეს თხოვდნენ ყველას და თავდაცვის სამინისტროსაც კი სთხოვეს შესაძლებელი. И те им пожертвовали, не знаю, сколько там, может быть, $100 000. და მათ შეწირეს არ ვიცი ზუსტად რამდენი, სადაც ალბათ $100,000. Одновременно с этим также преданные просто собирали пожертвования в виде продуктов. ამასთან ერთად ერთგულები ასევე აგროვებდნენ პროდუქტების სახით შესაძლებლებს. И в результате они, в общем, им даже они продуктами набрали то, что им нужно, а из пожертвованных денег использовали только 10 000. და შედეგად იმისა, რომ შეწირი პროდუქტებიდან გააკეთეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო და შეწირული თანხიდან მხოლოდ 10,000 გამოიყენეს. И остальные 90 000 они вернули в это Министерство обороны, написали спасибо, мы справились без этих денег. და დანარჩენი 90,000 მათ დაუბრუნეს ამ თავდაცვის სამინისტროს, უთხრეს რომ დიდი მადლობა, ჩვენ ამ თანხის გარეშე გავართვით თავი. Вот, и те были очень удивлены, და ისინი ძალიან გაკვირვებულები იყვნენ. потому что они пожертвовали, и они не требовали отчета там за эти деньги. და იმიტომ რომ მათ შეწირეს და ისინი არ ითხოვდნენ აღწერას ამ თანხაზე. И поэтому после этого они стали регулярно поддерживать преданных, регулярно жертвовать. და ამიტომაც ამის შემდეგ მათ რეგულარულად დაიწყეს ერთგულების ხარდაჭერა და მუდმივად წირავდნენ. Хорошая история. კარგი ისტორიაო? Правильное поведение, да? ისტორიის სიცილიო, ხო? Теперь вторая история, готовьтесь. ეხლა მეორე ისტორია მოემზადეთ. Это произошло при Шриле Прабхупаде. ეს მოხდა შილა პრაბჰუპადის დროს. Один американский банк по ошибке 2 раза перевел преданным деньги. ერთმა ამერიკულმა ბანკმა შეშტომით ორჯერ გადაურიცხა ერთგულების ფული. Не знаю, как так возможно. По-моему, они в банках это, по-моему, в принципе невозможно. არ ვიცი ეს როგორ შესაძლებელი, ალბათ პრინციპში შეუძლებელი უნდა იყოს. Они могут только ошибиться в другую сторону. მათ შეუძლიათ რომ შეშტომა დაუჩნდნენ მხოლოდ მეორე მხარეს. Когда вы что-то переводите, этот перевод пропадает. ეს თქვენ რაღაცას რიცხავთ და ის სხვაგან ხდება. Ну вот так вот получилось. Вот. და ესე გამოვიდა რომ И они потом, когда обнаружили, они написали преданным там, пожалуйста, вот мы ошиблись, 2 раза вам перевели вот эти деньги. Верните вот то, что нам положено, а вам не положено. მათ მიწერეს ერთგულებმა რომ ჩვენ შეშტომა დაუშვით და გთხოვთ დაგვიბრუნეთ უკან რაც ჩვენ გვეკუთვნის. ერთგულებს მიწერეს, გოჩა ერთგულებს, აქეთ მოსწერეს. ხო, ერთგულებს მიწერეს მეთქმა. И когда Прабхупада это письмо прочитал, он сказал, мы ничего им не будем возвращать.
როდესაც პროფპადამ ეს წერილი წაიკითხა, მან უთხრა, რომ ჩვენ არაფერს არ დაუბრუნებთ მათ. И тогда из банка в ответном письме прислали цитату из Шримад Бхагавата, из Шри Шупанишат, «Ишаваси мы там сорвам, я кинчат жагатьям джагат, тена тяктена будет два, магритка касис виданам». То есть каждый должен только использовать то, что выделено ему как его доля, и не посягать на собственность другого. და ბაკიდან აპასუხა და მათ გაუგზავნეს წერილიო, რომ წერილი შევასემი და მსარავი შუპანიშარიდან, რომ ყოველმა პიროვნებამ მხოლოდ იმას უნდა ქონიოს პრეტენზია, რაც მას ეკუთვნის, რაც ღმერთმა გამოუყო, დანარჩენს არ უნდა შეეცადოს და ეუფლოსო. Но Прабхупада только еще больше разгневался и сказал: негодяи, мы им ничего не вернем. პრაბхупადა უფრო მეტად განრისხდა და უთხრა, არ ამზადები, ჩვენ არაფერს არ დაუბრუნებთ მათ. Они наслаждаются деньгами Кришны вместе там со своими секретаршами. ისინი დგებიან კრიშნას ფულით თავის დივნებთან ერთადო. Еще пытаются использовать Писание, чтобы оправдать это. თანაც ცდილობენ გამოიყენონ წმინდა წერილები მისათვის, რომ გაამართლონ ეს. Тот же самый вопрос, что хорошая история, правильная? Правильно. სწორედ ისეთი შემთხვევა არის, ხო კარგი ისტორია, ხო სწორიაო. Так кто правильно поступил? Преданный в первом случае или Прабхупада? ვინ მოიქცა სწორადო, ერთგულები სწორედ პირველ შემთხვევაში თუ პრაბჰუპადა მეორე შემთხვევაში? Да, оба. Но вы должны объяснить, почему теперь. Why? კი, სწორადო, ორივე მოიქცა, მაგრამ თქვენ ახსნა თუ რატომ? It was your home test. It will be your home test. Это домашнее задание. საშინაო დავალება. Также я вам рассказывал много историй, как преданные воровали цветы, заправлялись бензином и уезжали, не расплатившись. Вот. კიდე ბევრი ისტორია არის, სადაც ერთგულები ყვავილეს იპარავდნენ, საწავს ასხავდნენ და ფუსარობდნენ, გარბოდნენ. При этом они цитировали Шрила Прабхупаду: мы просто возвращаем у материалистов то, что они украли у Бога. Возвращаем хозяину настоящему. თანაც ისინი ამ დროს ციტირებდნენ შრიმად ბაგავატამს, რომ ჩვენ უბრალოდ დაუბრუნეთო მე პატრონესო ღმერთსო, ის რაც მატერიალისტმა მოპარესო. Тоже подумайте, что по этому поводу вы могли бы сказать, как вы могли бы это объяснить. Но это домашний задание. შეიძლება ითქვას ამას დაკავშირებით, როგორ შეიძლება ახსნათ. Не нужно отвечать сейчас. არა საჭირო ახლა პასუხისგაცემა. На этом мы остановимся, а потом в следующее занятие мы начнем с обсуждения этого задания, и я думаю, нам удастся прийти к очень важным выводам. ამას გავჩერდებით ჩვენ და ჩვენ უნდა შევუდგეთ უკვე უნდა გავცეთ პასუხი. Извините, не понял. Следующее занятие мы начнем с обсуждения домашнего задания. შემდეგ აკვეთეს დავიწყოთ ჩვენ საშინაო დავალების განხილვით. И в результате этого, я надеюсь, мы придем к очень важным выводам по поводу морали, этики и бхакти. და ამის შედეგად ჩვენ ვფიქრობ, რომ მივართ ძალიან მნიშვნელოვან დასკვნებამდე, როგორც არის მორალი, ეთიკა და ბაქტი. Хорошо, на этом мы остановимся. და მოით ამას გავჩერდებით დღეს. კითხვა შეიძლება? Можно вопрос, Тарик Матач? Да, если он этичный. თუ ის ეთიკურიო კი? თუ როგორ? თუ ეთიკური კითხვარიო კი? მე მგონი კი არის. შრილა პრაბჰუპადა ანუ ჩვენ შრილა პრაბჰუპადას წიგნებიდან ვიცით, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი. რომ ყველაფერი კრიშნას ეს არის საკუთრება. შეიძლება თავმოწმეწე, რომ Тарик, называется так, не Мы знаем, что из книги Шрилы Прабхупады, что не существует плохого и хорошего, и что все владение, то, что все принадлежит Кришне. Да. Существует плохого и хорошего, где это говорится? Вот сюда как говорится, босс, сюда не откомью. Something new, Дарика. Я точно не помню, говорит. Нужно найти цитату конкретно, это важно, чтобы понять, о чем идет речь. Я, конечно, знаю один стих из читания Чаритамрити.
მე რა თქმა უნდა ვიცი ერთი ლექსი ჩაიტანა ჩაიტამიდან. Это два это Бадра Гьяна, Саба Манадхарма, где говорится, что представление о хорошем и плохом это все выдумки ума. როდესაც თქვამია რომ კარგის და ცუდის შესახებ აზრები ეს ყველაფერი ჭკუის გამონაგონია. Но там говорится о конкретных вещах. მაგრამ იქ საუბარია კონკრეტულ თემაზე. Имеется в виду представление о материальных наслаждениях. იგულისხმება წარმოდგენები მატერიალურ თბობის შესახებ. То есть вещах, которые нацелены на удовлетворение чувств. ანუ ის თემები რომლებიც მიმართულია გზნობების დაკმაყოფილებაზე. Вот когда, например, я думаю, вот это вот хачапури это хорошо, потому что она теплая. როდესაც მაგათთვის მე ვფიქრობ, რომ ეს ხაჭაპური კარგია, იმიტომ რომ ის თბილია. Хорошо. А мороженое, оно хоть вкусное, но холодное, оно мне вредно, это плохо. კი გემრიელი კია, მაგრამ ის ცუდია, იმიტომ რომ მე მვნებს. Вот когда я выбираю на основе этих критериев, то вот это вот выдумки ума имеется в виду. და როდესაც მე ამ კრიტერიუმს დაყრდნობით ვირჩევ, აი ამაში გულისხმება ეს ჭკუის გამოგონება. Но это не значит, что в принципе нет ничего плохого и хорошего, да? მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ პრინციპში არ არსებობს კარგი და ცუდი. Хорошо, я извиняюсь, я прервал. Да, прервал вопрос. Да, რომ გადაწყვეტინეთო, პასუხი კითხო. Можно слушать, да, мы слушаем дальше. ისმენთო შემდეგ. რადგან კრიშნა მაღლა დგას მორალურ და ეთიკურ ნორმებზე, მაშინ რატომ სწავლობთ ამ მორალურ და ეთიკურ ნორმებს და რატომ არის ერთგულის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი? Если Кришна ставит выше, чем эти моральные этические нормы, тогда почему мы учимся этим нормам и почему важно для жизни преданного эти морально-этические нормы? А вот это ваше домашнее задание. Да, если радио თქვენი საშინაო. Дарика хитрая. Хочет, чтобы я за нее это сделал. Гарик ვაისკია, უნდა რომ ის მაგათ გავაკეთო მე საშინაო დავალებო. Но я не дурак. სულელი არ ვარო. სანამ დავალებას მოგწონა, მანამდე მქონდა მკითხვა, მაგრამ მადლობა. გავითვალისწინებ, რაც თქვა ცუდზე და კარგზე. То есть я... Да, переведи, что Матуш сказал. Спасибо, говорит, что вы сказали, хорошими плохом, говорит, но меня в этот вопрос, говорит, до этого обидно, говорит, пока она, говорит. Я хочу, чтобы вы вначале сами подумали, а потом уже мы вместе обсудим это. Я скажу, по крайней мере, что я знаю об этом. მე მინდა რომ ჯერ თავად დაფიქრდეთ, იფიქროთ ამაზეო და შემდეგ ერთად განვიხილავთო და მე მინდა რომ დაწყისო ჯერ თქვენ დაფიქრდეთ ამაზეო. Потому что это хорошо для развития вашего разума. იმიტომ რომ ეს კარგია თქვენი გონების განვითარებისთვისო. И для более глубокого понимания этого вопроса. და უფრო ღრმა გააზრების გაგებისთვის ამ საკითხის. Когда мы уже получаем готовый ответ сразу. როდესაც ჩვენ უკვე ვიღებთ რაღაც მზა პასუხს უკვე ეგრევე. Это обычно не проходит далеко и не остается с нами надолго. ეს როგორც წესი ღრმად არ შედის და ჩვენთან არ რჩება დიდხანს. Хорошо. დიდი მადლობა. Харе Кришна. Харе Кришна. Спасибо большое. Харе Кришна. Тогда мы остановимся на этом. Следующая встреча в субботу в 11 нормально будет вам? მაშინ ამას გავჩერდებით ჩვენ და შემდეგი შეხვედრა შაბათს 11-ისთვის ნორმალური იქნება თქვენთვის. Потому что в 10 ни я, ни Гочи мы не успеваем. Практика показывает. იმიტომ რომ პრაქტიკა გვიჩვენებს რომ 10-ში ვერც მე და ვერც Გოჩა ვერ ვასწრებთ. არიკო сказал. კი ბატონო, მისაღებია. ოთარ პროფუს сказал. Ача. Я скажу ача. Ача это с хинди.
I have a question, but not for like Not for this topic. yeah, out of topic. You can ask. It's not a Yeah. problem. But I will ask in person. Yeah, if you like. Mm. As you like. Хорошо. Шила Прабхупада ки джай, Джай. Нитай Гора Джай. Прабхупада. Akshaja Puki Jai. Jai. Снова времени. Jai. Hare Krishna. With Neeraj. Hare Krishna.